გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დადასტურება. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები და შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. Eagle Hills-ის პროექტები საქართველოში და უპრეცედენტო ინვესტიცია თემაზე პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ირაკლი კობახიძე მიმოიხილა კომპანიის მიერ უცხოეთში განხორციელებული პროექტები და ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის რეპუტაციაზე. კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და უპასუხა ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას. კონკრეტულ დეტალებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს საკანონმდებლო ორგანოდან. თემის მოცულობის გათვალისწინებით ბუნებრივი იყო, რომ საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა ამ კონკრეტულ საკითხზე ინტერპელაცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უფრო ზუსტად ამ თემაზე მასთან ინტერპელაცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა უპრეცედენტო ინვესტიციის ავტორი კომპანიის რეპუტაციაზე, ბუნებრივია ისაუბრა მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ და ისაუბრა ყველა იმ დეტალზე, რომლის გასაჯაროებაც კომერციული ინტერესის გათვალისწინებით იყო შესაძლებელი. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ამ უპრეცედენტო ინვესტიციის მოწინააღმდეგეების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდება ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არანაირი ქართული მიწების გასხვისება უცხოელებზე არ მოხდება, რადგან მიწის ნაკვეთების თანამოსაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო და პარტნიორ კომპანიებს არ აქვს მიწის ნაკვეთების გასხვისების შესაძლებლობა. რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო ამ პროექტის ფარგლებში, ამაზეც იყო ბუნებრივია საუბარი მთავრობის მეთაურის მხრიდან. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო არ იღებს არანაირ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობებს არ სთავაზობს კონკრეტულ ინვესტორს. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. უწუნებენ რეპუტაციას ამ კომპანიას, თუმცა მე ხშირად მისაუბრია უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ამ თემასთან დაკავშირებით და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ქვეყანა ნატროლობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის და სიგნალი მასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. სწორედ ემა არის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზარდა რამდენჯერმე დუბაის არამხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. და საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს წარსულის და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. რაც შეეხება მხარეების ვალდებულებებს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე გავაცანით დეტალური ინფორმაცია. პირველ რიგში ფუძდება ერთობლივი კომპანია, როგორც უკვე თქვა, წილის 1/3 ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills. და ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს და ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწით, რაც ხო ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ანუ ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. რაც ხდება იმას თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან. და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ
ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. მე მინდა ასევე მოგახსენოთ სტატისტიკის თაობაზე, გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში, მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას. მათ შორის არის ცნობილი ანაკლიის ხელშეკრულება და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია გილფილდსთან დადებული ხელშეკრულება. რაც შეეხება მიწის გასხვისების შესაძლებლობას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. ერთ-ერთი მესიჯია ამ პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა მან ეჭვ გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენება არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. არავითარი მეჩეთების აშენება არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. უფრო მეტიც შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის შეტანილი ხელშეკრულებაში. აიგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ბუნებრივი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, იცით, რომ ამ პროექტის ოპონენტების მხრიდან ეს ერთ-ერთი საკითხი არის სპეკულაციებისთვის და რა თქმა უნდა მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც, რადგან არც ეს საკითხი არის ნაკლებად აქტუალური ამ მასშტაბურ ინვესტიციაზე საუბრისა თუ კრიტიკის დროს. მთავრობის მეთაურმა განმარტა ის, რომ მაგალითად კრწანისის ტყეპარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლისთვისაც დაახლოებით 158 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ალბათ არავინ იდავებს იმაზე, რომ ეს საკმაოდ მასშტაბური რიცხვი გახლავთ და ახლა სწორედ ეს ნაწილიც ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყეპარკის მიმდებარედ, პირიქით გაიზრდება. რაც ხო გონიოს საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც საერთოდ არ არის მწვანე ნარგავები დღეს რეალურად გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. რაც ხო კრწანისის ტყეპარკს საჭიროებდა რეაბილიტაციას, ისედაც თბილისის მერიას ჰქონდა წინასწარი გაანგარიშება რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის და ღირებულება, რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საჯარო ბიუჯეტიდან. რეალურად რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს უკვე კომპანია იგელფილდსი. არის თუ არა პროექტი მომგებიანი, ამასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ სპეკულაციები, ზოგადად ჩვენს ოპონენტებს უჭირთ მათემატიკა, როგორც საარჩევნო ისე საინვესტიციო მათემატიკა. სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. შესაბამისად, რადგან ჩვენი არის 1/3 იგელფილდსის 2/3, შესაბამისად იგელფილდსის დივიდენდი იქნება დაახლოებით 4 მილიარდი ლარი, რაც არის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი. ანუ ინვესტიციიდან ამონაგები, ეგრეთ წოდებული IRR არის დაახლოებით 23%. 25%-მდე თუ გვაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამის ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია იგელფილდსის მოგება. რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირ და ირიბის სარგებელი ამ პროექტიდან. მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი. რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი დამეთანხმებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წელს პირველად ისტორიაში გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს. და წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. არის საუბარი კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო. სხვადასხვა გადასახადიდან ეს არის მოგების, დამატებული ღირებულების, საშემოსავლო გადასახადი ძირითადად ეს სამი სახეობა. სახელმწიფო ბიუჯეტში შევა პროექტის განხორციელების მანძილზე დაახლოებით 5 მილიარდი ლარი. უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე 24,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება უკვე 8,000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი.
მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, ეს არის ზოგადად კომპანია Eagle Hills-ის მიდგომა. ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად ქართული კომპანიები ბუნებრივია მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს. რაც ახლა მიგრაციულ გავლენას ერთერთხელ გავიხსენოთ, რომ დაახლოებით 16,000 ბინა სახლი აშენდება ორივე ტერიტორიაზე და გახსოვთ, რომ Eagle Hills-ის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. თუმცა ჩვენი მოლოდინი ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულია. საქართველოში არის დღეს ასეთი სტატისტიკა, როდესაც შენდება ბინები, დაახლოებით 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20%-ს ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ყოველ შემთხვევაში ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ზოგადი ლოგიკური დასკვნა. მაგაც ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინის შეძენის შესაძლებლობა და ერთ-ეგივე ციფრებს და რიცხვებს ატრიალებენ, აქაც აი აქედანაც ჩანს, რომ არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ $12,000 ეღირება ბინა ამ ასე ვთქვათ ტერიტორიებზე, გონიოში და კრწანეში, რაც არაფერს არ ეფუძნება. ანუ უცბად მოიფიქრეს $12,000 და კოორდინირებულად ერთ-ეგივეს ლაპარაკობენ. რეალურად ბინის ფასი იქნება ბევრად ნაკლები. სპეკულაციები მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბინას ყიდულობს უცხოელი, მას ავტომატურად ენიჭება ბინადრობის ნებართვა. პირველი რომ ეს არ არის არათარ შემთხვევაში ავტომატური და შესაბამის პროცედურას გადის თითოეული შემთხვევა და მეორე ისინი არ აკონკრეტებენ რომ ეს არის მუკლებადიანი ბინადრობის ნებართვა. ინტერპელაციის ფარგლებში საპარლამენტო ტრიბუნამ მთავრობის მეთაურმა გამოიყენა მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ სპეკულაციებზე პასუხისთვისაც ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ არის თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირონ. მაშინაც კი, როდესაც არიან ნაციონალური მოძრაობის ლელოს ალტინფოს წარმომადგენლები, რადგან მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ასეთი უშინაარსო სპეკულაციები მხოლოდ აგენტების ხვედრია. როდესაც იცი რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია საქართველოს ეკონომიკას დააგდეს 11 მილიარდი ლარი, მაგალითად, როდესაც იცი რომ ამ დაკვეთის მიზანია ბიუჯეტს დააგდეს წელიწადში 700 მილიონი ლარი, როცა იცი რომ ამ დაკვეთის მიზანია არ შეიქმნა საქართველოში 24,000 დროებითი და 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად როცა იცი რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცეები, სადაც ნაცი და ლელო რო ხარ, ალტინფო რო ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ჩვენ ხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი. ეს არის უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი. ამ შემდეგ რეგლამენტის შესაბამისად დეპუტატებს ჰქონდათ პრემიერ-მინისტრისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა, 4 დეპუტატმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, მათ შორის ერთი გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი გახლდათ ის კანონმდებელი, რომელმაც შეკითხვა უშუალოდ თემასთან კონტექსტში არ დასვა და ის დაკავშირებული იყო საქართველოს ევროპულ მომავალთან, საქართველოს ისტორიულ არჩევანთან, მთავრობის მეთაურმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ამ კითხვაზეც გაეცა პასუხი კონკრეტულ დეპუტატისთვის. ზოგადად ბინის ყიდვა უცხოელის მხრიდან იწევს თუ არა ქვეყანაში გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებას, გამარტივებული წესით როგორც თქვენ ბრძანეთ პროცედურის დაწყებას ბინადრობასთან მიმართებაში. არავითარ კავშირში რეალურად არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან, მიღებასთან, ბინების ყიდვა გაყიდვის საკითხი. ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას. რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ ბინის შეძენის შემთხვევაში ადამიანი უცხოელი იღებს მხოლოდ მოკლებადიან ბინადრობის ნებართვას 6 თვიდან 12 თვემდე ვადით. შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისათვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში, ხანგრძლივი ვადით, ან თუნდაც საშუალო ვადით, 1 წელიწადზე მეტი ვადით, მას სჭირდება
კონკრეტული სხვა პირობების საკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. რა თუნდაც თეორიული უარყოფითი ეფექტი შეიძლება იქონიოს დემოგრაფიულ ვითარებაზე საქართველოში. თუ იქნება ინტერესი, ჩვენ შეგვიძლია დეტალური ინფორმაცია სხვა ინტერპელაციის ფარგლებში გაგიზიაროთ, ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით. აქაც ხშირად მანიპულირებენ ხოლმე ციფრებით, 10%-ს ასახელებენ ხოლმე უცხოელების სტატისტიკაზე როცა საუბრობენ საქართველოში. რეალურად საქსტატმა დაასრულა საყოველთაო აღწერის პროცესი, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია ჩაშლილი ინფორმაცია საქართველოს ცხოვრები ადამიანების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ერთი რაც განაცხადა დღემდე საქსტატმა არის ის, რომ მინიმუმ საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93.4%. მინიმუმ. რჩება 6.6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი არის უბრალოდ დასაზუსტებელი, ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, უბრალოდ მათი დიდი ნაწილის მოქალაქეობის საკითხი არის დასაზუსტებელი. რა სამართლებრივ იურისდიქციაში ექცევა ეს კომპანია, რომელიც სახელმწიფომ დაარსა Eagle Hills-თან ერთად და პროექტის განხორციელების პროცესში დავების წარმოშობის შემთხვევაში სად მოხდება ამ დავების გადაწყვეტა. თვითონ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ საქართველოში, ანუ შესაბამისი დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის, ანუ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Eagle Hills შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი ხელშეკრულების თანახმად და ესეც არის მიღებული პრაქტიკა და კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია Eagle Hills შორის. იზიარებთ თუ არა თქვენი ქვემდგომი პარტიის რიტორიკას, ნეიტრალური საქართველოს რიტორიკას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ბატონო თავმჯდომარე, თქვენი ნებართვით მაინც მოკლედ შევახები ამ თემას, მიუხედავად იმისა, რომ გასცდა ინტერპელაციის ფარგლებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნის ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რაც არ ქონდა არავითარი საფუძველი. ანუ დოკუმენტური ის, რაც არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ძირითადად ამაზე საუბრობდა ხოლმე ევროკავშირის ელჩი, ის უკვე წერილობით დოკუმენტურადაც დაადასტურა. ისტორიული ინვესტიციის ირგვლივ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია დასრულებულია, როგორც უკვე იცით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი კონკრეტული ინვესტორი საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს გახლავთ მსოფლიოში ცნობილი MR ჯგუფის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ი, მისი პროექტები განხორციელდება თბილისში და გონიოში. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა. პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მეორე კითხვაც დაუსვეს, რაც უკავშირდება განათლების რეფორმას. დაახლოებით 10 წუთში დაიწყება უკვე პრემიერის ინტერპელაციის მეორე ნაწილი, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხდომ 10 დაკავებულს ეხება, მათ შორის 5-ს ბრალადედება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ბრალდებულებს შორის არიან ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი შაიშმელაშვილი. საქმეში 39 ტომი მტკიცებულება დევს. რომის პაპმა ახალი დადგენილება დაამტკიცა და ვატიკანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქორწინება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულება ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება აღიაროს. დაადასტურდა ხელისუფლების გზავნილების საფრთხეებზე, ოპოზიციის უმრავლესობა კი კითხვებს არ პასუხობს. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე გვიერთდება.
როდის იყო ნაციონალური მოძრაობა გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან და პრინციპში იმ საზოგადოებასთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ არწმუნებდა და ატყუებდა, რომ ეს საფრთხე რეალური არ არის და რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ხელოვნურად იგონებს ამ საკითხს სპეკულირებისთვის. თუ მაშინ, როდესაც ახლა ჩვენ ახალი რეალობიდან გამომდინარე და ევროპული მართლმსაჯულების მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ ამბობენ, რომ მათთვის ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელია. ლევონ ბეჟაშვილს არაერთხელ ვცადეთ ეთქვა ჩვენთვის, მაშინ რატომ აკრიტიკებდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი კანონმდებლობის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ეს საფრთხე ადრე თუ გვიან დადგებოდა მათ შორის საქართველოსთვის და აუცილებელი იყო პრევენცია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრისგან მოусმინეთ ტრადიციული პოლიტიკური დემაგოგია და კითხვებზე თავის არიდების მცდელობა, ამიტომ მაყურებელი დასკვნას ახლა ამ კომენტარით თავად გამოიტანს, რადგან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ამ კანონს ის არ აკრიტიკებდა და არც მისი პარტია, თუმცა როდესაც შევახსენეთ, რომ ნამდვილად იყო ამ კანონის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ჩართული, მაშინ გითხრა, რომ ეს მისი პერსონალური პოზიცია. რაც შეეხება გახარიას პარტიის წევრებს, აქ უბრალოდ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მათ არ სჯერათ. არც ნაციონალურ მოძრაობას პირადად მე ვადასტურებ, რომ აი ეს საკითხი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის. შეიცვალეთ აზრი ამ კანონთან. მაშინ ამოიღეთ ვიდეო, სადაც მე ამას ვაკრიტიკებდი. ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონს თქვენი პარტია არ აკრიტიკებდა და არ ამბობდა, რომ ხელოვნურად იგონებს ქოცური ნარატივებით ეხლა ოჯახური ღირებულებების გამოყენება ანტიდასავლური პროპაგანდის აბსოლუტურად მიუღებელია. გადასტურდა რეალურად, ხო? თქვენ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არანაირი თავსმოხვევა ამის არ ხდება. არც ერთ ქვეყანაში ევროკავშირი ამას არ ითხოვს და ეს არის ტყუილი უცნობის მხრიდან და შესაბამისად, როდესაც ჩვენ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ და როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ, ეს არის მიმდინარე საქმე, რომლის დეტალებიც ჩვენ არ ვიცით. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის კი ის მითი, რომელზეც ევროპელი ბიუროკრატები და მათი ქართველი აგენტები ამ დროის განმავლობაში აპელირებდნენ, საბოლოოდ დაიმსხვრა. ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრთხე მართლაც რეალურია და ამ საფრთხეს დაზღვევა სჭირდება, ისე როგორც ეს ქართულმა ოცნებამ ქნა და შესაბამისი კანონმდებლობა შექმნა, რაც გამოიხატა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებით. რაც შეეხება პოლიტიკურ განმარტებებს, მოვისმინეთ ის, რომ შესაძლოა ევროკავშირი ახლა კონკრეტულ კანონმდებლობაში ამ კონკრეტულ ჩანაწერს არ ითხოვს, თუმცა ის ითხოვს რაიმე ფორმით ნებისმიერი მექანიზმის შემუშავებას, რომლის საბოლოო დანიშნულებაც არის ზუსტად ის, რომ თუნდაც ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებული ერთნაირი მოქალაქეების ერთსქესიანთა ქორწინება იქნას აღიარებული სხვა სახელმწიფოს მხრიდან. სრულფასეულობების ხელოვნურად თავსმოხვევა ყოველთვის კონტრპროდუქტიული იქნება და აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ცხადი ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის, სადაც ჩვენ ვიღებდით არასრულწლოვანთა დაცვის კანონს საქართველოში, რა დისკუსია და დეзинფორმაციული პროპაგანდა ჰქონდათ ნაცებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ თურმე ევროკავშირი ამას არავის არ თხოვს, ეს იმპერატიული მოთხოვნა არ არის იქიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარად არის. ამიტომ ეს ადამიანები, ვინც კადრულობდნენ და ატყუებდნენ ჩვენ საზოგადოებას სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ მოატყუეს, მაგრამ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ესეთი პროპაგანდა საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად მთავრდება მათი ავტორებისთვის. ჩვენ უნდა ეს განვიხილოთ ემოციურადაც, პრაგმატულადაც და უნდა განვიხილოთ ეროვნული უსაფრთხოების რაკურსში. ამის თაობაზე ჩვენი განცხადება არის გაძლიერებული შესაბამისი კანონმდებლობით. კანონმდებლობა დასჭირდა იმ საფრთხის თავიდან არიდებას, რომელიც ჩვენ ბავშვებს ემუქრება იმ პროპაგანდით. ეს არ არის ადამიანის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევა. ეს არის დაცვა იმ პროპაგანდისაგან, რომელიც ასე ძალოვანად და პოლიტიკური მიზნით არის ხორციელდება ევროპულ და არა მარტო ევროპულ სივრცეში.
ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად იქნება რეგისტრირებული სხვა წევრ სახელმწიფოში. ასეთია ის პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის მართლმსაჯულებამ გუშინ მიიღო. ეს მაკუნა აბულაძე იყო. გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტებების გაკეთება კი არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა ვინ არ აკონკრეტებს. კიდევ ერთი დეტალი გერმანიის ელჩის ინტერვიუდან. ფიშერი ვენის კონვენციის მუხლს არასრულად განმარტავს და საკუთარ თავზე ირგებს. I have never and I will never. არასდროს ჩავრეულ ვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჯერია მხარი და არც არასდროს დავუჯერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რაც დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. თქვენ ბრძანეთ, რომ გთხოვეს ამ განცხადების გაკეთება. ვინ გთხოვათ? გერმანიის ხელისუფლებას არა. მოდით ასე ვთქვათ აქაურებმა. როდესაც ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მოქმედებს და ამბობს, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, იტყუება. ელემენტარულად ვინაიდან შედეგის მიხედვით თუ იმჟელებთ, ეს არის ცეცხლი ქუჩებში, ეს არის მოლოტოვის კოქტეილები და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება, რომელსაც ბოროტების და დანაშაულების ჩამდენი ადამიანები იღებენ. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და ზოგი პირდაპირ დაფინანსების მეშვეობით. ეს არის შედეგი. სიმართლე რო ელაპარაკა, უნდა ეღიარებინა გერმანიის ელჩს, რომ ის ესწრებოდა რადიკალებთან ერთად კონკრეტულ შეხვედრებს, რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიებთან მიმართებით იყო აქტიურად ჩართული. აქვს ნაქირავები რადიკალური პარტიის ლიდერისგან, ძვირადღირებული აპარტამენტები თბილისის ცენტრში. მან ამ სიმართლის ხმას მონებრივია თავის მართლება არჩია და პრაქტიკულად ყველაფერი ის ილაპარაკა, რაც აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი სიმართლისგან. მას ახლა პარტიას არავინ არ დაურეგისტრირებდა თავის სახელზე და აქციაზე მიდიოდა ანტისახელმწიფოებრივ პროცესების დროს და ახალისებდა და აფინანსებდა ამ აქციებს. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს პოლიციელების მიმართ და რადიკალებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ დემოკრატიას იცავთო. მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, რომ ის ცნობილი გამოთქმა, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გონიათ, უკვე აღარ მუშაობს საქართველოში. შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია და საქართველოს სტაბილური ბიზნესის რეგულაციებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 7-ულშია. მსოფლიო რეიტინგში კი 7 ადგილით დაწინაურდა რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. საქართველოს უსწრებს დიდი 7-ულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. სტაბილური ბიზნესის რეგულაციები მნიშვნელოვანია იმისათვის, ეკონომიკა განვითარდეს, ბიზნესი იყოს თავისუფალი და ძლიერი. საქართველოს არის ლიდერი ამ თვალსაზრისით. მსოფლიო რეიტინგში მისი პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობეს და ევროპის საუკეთესო 7-ულშია და დიდი 7-ულის 6 სახელმწიფოზე წინ არის ამ თვალსაზრისით. ის რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნეს მხარდაჭერი პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია ეს ყოველივე გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს შეხვდა. განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი ღონისძიებებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, ასევე ეროვნული კადრების ჩამოყალიბებაში იტალიელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებაზე. ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა ბატონ ელჩთან დღეს, რომელიც გვეწვია პირველად სამინისტროში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მომავალი გეგმები დავსახეთ რეგიონალურ ურთიერთობებშიც, როგორც კონცერტებში გამოიხატება, ეს იქნება ასევე გამოფენები. იტალიის საელჩო დაგვეხმარება ასევე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში, სადაც ექსპერტები გვჭირდება და ძალიან საჭიროა, რომ ჩვენ გავზარდოთ ეროვნული კადრები. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით.